გამარჯობა ძვირფასებო, მოგესალმებით. მე უკვე დავიხარე დიდიდან. კამი გამოიცვალეთ, მიალაგ მოალეგეთ. რა? ქუთუკი? არა უშავს. მიდი. აბა მე გვაჩვენე რა მოგივიდა იმეებში, კინდერებში. ეს წაიღე დედა. ხო და მაჩვენეთ. ქათამი უნდა გავაკეთო კარტოფილთან. იცი ორი დემოგორგონი. აგერ. ეხლავე. მეთქი რატომ მეძინება დღეს დილიდან, იმიტომ რომ დილით ყავა არ დამილევია ხალხნო. ფაფა შევჭამე, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ხშირად არ ვჭამ ფაფას. არ დამილევია დედა, ხო და ძალიან მეძინება. ტიტუ, ეს რა ჩამიდენია. მაშინ თავი მტკივრდება კი და მეძინება კიდე როცა ყავა არ დამილევია, მართალი ხარ. დაბალწნევიანი ვარ და ჩემთვის აუცილებელია. იცი შენ? ვინოჯობია მილენას ისინი რა ქვია რჩევები. რუბრიკა მილენას რჩევები. ნუ ზოგადად ხომ მაგდაბალი. ჩავრთით. რა ვიყიდეთ მაღაზიაში? ბავშვებმა იყიდეს ცივი ჩაი. უყვართ ძალიან. ნუ პური ვიყიდე, ისეთი დური არაფერი არ მიყიდე, პური ვიყიდე. პატარა ყველი ვიყიდე. და მანდარინები უნდა გავრიცხო. აბა ეხლა კამილა გვაჩვენებს თავის კინდერების კოლექციას. ამ ბოლო დროს რაღაცა ერთ კოლექციას აგროვებენ და ეხლა აჩვენებს თუ რა კოლექცია აქვს. ეს არის демогоргони. Это сегодня у них еще не такие тяжелые. Вот в понедельник это вообще. Милена, рато армиялаге. Მოიცა კამი, მოიცა. თავიდან მოყევი მე მგონი არის მის ხო. კარგი. აი ეს ერთი არ დგება, ამიტომ ისე დაუდებ რომ დონტიქის თორინ კაი არ დგება, ამიტომ დავაწო. ესეც არ წვება. ესეთი 4 ცალი მაქვს, ჯერ მილენას კიდე 3 ცალი აქვს. ამიტომ ჩვენ გამოგდის რომ გვაქვს უკვე 7 ცალი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კოლექცია. უყურეთ. ჯერ მაქვს ესეთი ფანქარზე გადასაკეთებელი დემოგორგონი. ფანქარზე გასაკეთებელია. მე კიდევ ესეთი გოგო. და გოგო. მე კიდე ესეთი. ამას უბრალოდ არ ვიცი რა ქვია და კიდევ ერთი დემოგორგონი. ესეთი. ნუ მთელი კოლექცია გაქვთ მაგეთ. არა, კიდე 1000 ცალია. კი. ეხლა ვიცი რომ გავხდი. თუ კიდე არ განმეორდა. მაშინ კიდე რამდენი ცალია კოლექციაში? არ ვიცი. 7 ან 8 ხო? ანუ ბევრია ძალიან. ანუ მაქვს ესეთი დემოგორგონი ფანქარზე. კიდე ერთი დემოგორგონი. კიდე 14. კიდე მე ესეთი გოგო, რომელიც ნაუშნიკებში რაღაც მუსიკას ისმენს ყურსასმენებში. და კიდევ ესეთი ჩანთიანი გოგო. უყურეთ. ესაა ჩანთა.
და აქ კიდე ლამაზი აი ესეთი ხოთებს ჩემი აქვს გაკეთებული თუ ვინმემ იცის რა ქვია აი ესეთ აი ამ ორს დაწერეთ კომენტარებში ან თუ ვინმეს აქვს უკვე ეს კოლექცია всё მოცა შენი რეპორტაჟი ცენი დამაჟი არ მომიტანე 10-იანი არაფერი არ დაგიწერა ინგლისურმა ბოლოს точно გავრეცხოთ ჩემი მანდარინები და დავლიო ყავა თორე მართლა უკვე კისერიც მტკივა ოდნავ თავბრუც მეხვევა აშკარად წევა მაგ დაბალი ასე რომ მანდარინი ღირდა დღეს ლიბრეში ძალიან იაფი ლარი 70 მაგრამ სუნი არანაირი ეს უკვე ალბათ ჩვენია ანუ აჭარის სავარაუდოდ კარგად ფერითი ღრუბლით გავრეცხავ ახლა და გავდებ მოჩელილა თოქტკიო მოდი დაიბანდი მეც სახილები ამწევს და თუ არ გამოიცვალე ჯერ და სამვანია ხელები არ მოგეწონა დედა ბოლოს ეს მანგო თუ მოგეწონა ნორმალია უშენ ვიყიდეთ ესეთი სანდორა მანგო მე სიმართლე გითხრათ მომეწონა ნამდვილად იმიტომ რომ მიყვარს ესეთი ნექტარია თან ესეთი გუსტოი წვენები მიყვარს ესეც და ატმის წვენიც ეგეთია და ესეთი ლუფლუფაა და ძალიან მიყვარს მე ეგეთები ზოგადად ატმის არა ვიცი რომ ატმის არა ეს მანგოა მაგრამ ამასაც თითქმის იგივენაირი კონსისტენცია აქვს მაგრამ ირაკლის და მილენას არ მოეწონათ თან რაღაცნაირი გემორჩებაო მერეო პირში და რა ვიცი მე არაფერი არ დამჭა მე მომეწონა ჩემი აზრით ცუდი არ იყო ნამდვილად მაგრამ ამათ არ მოეწონათ არ ვიცი რატო არ მოეწონათ ამ ლამაზ ფინჯანში დავლიოთ ყავა არემ შავი ყავა ხوار დავლიო მოდი შავ ყავას დავლევ ესეთი ლამაზი ტურკა მაქვს დეიდა ჩემ მამაჩუკა დაბადების დღეზე ძალიან ლამაზია ყავას მაქვს კაი მაგარი შავი ანუ მარტო სუნიც ისეთი აქვს სუნით გადმოცემა რომ შემედოს გადმოგცემდით სუნს ძალიან კაი სუნი აქვს დე მილე შენმა ბაღის მანანამ მოგიკითხა მეც ბაღის მასწავლებელი არ არის მე მგონი ზუსტად არ ვიცი რაღაცას მსახურობს ბაღში უკარგესი ქალბატონი რა ვიცი უკარგესი პიროვნება ძალიან გვიყვარს ძალიან საყვარელი ადამიანია მილენა ისე უყვარდა ბაღში რომ დავდიოდით ისე უყვარდა მიუხედავად იმისა რომ სულ ტიროდა ეს ბაღში მუდმივად ტიროდა ой ანგრევ
ვანგრევ რას ვანგრევ? ისე უყვარდა მილენა. რამდენიმეჯერ შოკოლადებიც უყიდა. რა ვიცი. რა თქმა უნდა, მადლობის მეტი რამეთვის. მისმინე გამოიცვალე, მიალაგე შენი ტანსაცმელი შკაფში და დაწექი. არა, ამინდა ჯერ. აი ესეთი ამბები მეგობრებო. მანდარინს მივეცხოვდი. დამავიწყდა ლამის. თორე ისეთი ჭუჭყიანია ხოლმე, ვერ შეხედავთ ესიერად, ისეთი ჭუჭყიანია. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. ამოირეცხოთ. რა ლამაზი სახელური აქვს ამ ბურკას. ძალიან ლამაზი. იმედია კეჩუპი მაქვს, თორე ბავშვები კეჩუპის გარეშე არ ჭამენ. ყავა. დიდი ხანი არ დამილებია ეს თურქული ყავა. მოგანდომეთ ყავა. ვისაც მოუნდა ჩემთან ერთად მიირთვას. ცოტა გაცივდეს, ოდნავ და დავლევს. სხვათა შორის მე ძალიან ცხელი ყავა არ მიყვარს მაინც და მაინც. ცოტა უკვე რა შეგრილდება, მერე დავიწყებ დალევას. აი აქ დავალაგოთ ლამაზად. ახალწელს როგორ მიყვარს ახალწლო სუფრა. ბევრი ხილი, სხვადასხვანაირი, ბევრი კანფეტები სხვადასხვანაირი. ძალიან რო ვთქვათ, რომ კანფეტის მოყვარული ვარ, მოგატყუებთ, ნამდვილად არა. კანფეტს ტკბილეულს უფრო მარილიანი საკვები მირჩევნია, აი რა ვიცი, რატომღაც ესე ვარ. მაგრამ მიყვარს როცა დევს, როცა არის, როცა ჩანს, რომ ესე ელოდებოდი ახალწელს. ბევრი რაღაცა იყიდე, ბევრი რაღაცა დაალაგე მაგიდაზე. კარგია, ძალიან კარგია. საერთოდ მიყვარს ეს სიტუაცია, ჯინგლ ბელის სიტუაცია. როგორც ჩემი შვილები იტყვიან, ჯიგუბესი. მოდის ჯიგუბესი უხარიათ ბავშვებს. უკვე მიკვეთავენ საახალწლო სუფრის, ასე ვთქვათ, რაღაც საჭმელებს, სადილებს.
უეჭველი უნდათ შაურმა. არ ვიცი ხა საახალწლოდ შაურმა როგორ გამოიყურება და როგორ შეეფერება ახალწელს, მაგრამ უნდათ და ასეთი ამბები. მოდით მე ამ ჭურჭელს ახლა დავალაგებ, რამე შოკოლადს ვიპოვი, ერთს პატარას მაინც რაღაცას. ყავას მივაყოლებ და ცოტა ვიჭორავ ყავაზე. ეხლა კიდე მილენას ეს მილენას კიდერებს გაჩვენე. Stranger Things, ხო? ესენი ერთნაირებია? არა, სხვადასხვა. ნახე, ამას ეს კაშინკა აქვს არა. ხელები სხვანაირად აქვს. ხო. მაგრამ თითქმის ერთნაირია. არა, უბრალოდ ფერება eta რუსულად ამბობენ იზნანკა. ამას ქვია იზნანკა. რას? ამ გმირს? ხო, აი ესე ლურჯად რო არის და ჩემები რო ფერადებია, იმას იზნანკა არა, ისინი ჩვეულებრივია. ესენი კიდე იზნანკიდან არის. და ვინ არის? ტიპა ამან წაიყვანა. და ვინ არის კიდე? აი ესე დემოგორგონი, რომელიც მე მაგდაცი ვარ გაჩვენეთ. ეს არის გონი წიგნზე შეიძლება ჩაცვა არის ზუსტად რაღაც ისეთი. მერე ასეთი ბიჭი. დღეს ყავს კინოსაღამო. იდე იცი ერთი YouTube-ს ვიყურებდი და ამბობდნენ რომ პირველი ნაწილი Stranger Things 2017-ში იყო თუ რაღაც ესეთი. ეხლა 2005-ში მეორე ნაწილი გამოვიდაო. ესეთი კიდე ერთი და აი ეს ორივე იყო ჩვეულებრივები, მაგრამ უიმე წაიყვანა უიმე აი ესენი წაიყვანა ვინ აი ამან თავისად აი მე მეც უკვე სამშივდა ამასობაში. ეს არის კბილები. ეს წერტილები ყველა კბილებია. აი ეს ყვავილი რომელიც რაღაცას ჭამს. აი. ანუ დე აი ეს ყვავილი ანუ რაღაცას ჭამს კი არა. აი ესენი წაიყვანა თავისთან. ყვავილმა წაიყვანა? ხო. ვაიმე. თავის იმაში და ეხა არიან იზნანკაში ესენი ვითო. და ის ჩვეულებრივები მე მყავს ყველაზე ჩვეულებრივები რომელიც იზნანკაში არ არიან. ეს რა აწერია? Тут написано. Наша бэтеуну. ეს შენია თუ მილენას? ეს მილენასები. А тут ჯანი ვიყიდეთ კარფურში. ფასი ეწერა მეგობრებო კარფურში 3 და რაღაცა 4 ლარამდე. დახზე და რო გამოვიტანეთ კასასთან იქ 6 და რაღაცა მითხრა. მაგრამ ნახან ბავშვებს უნდათ უკვე აღარ ვფერაფერი თორე ეგრე არ შეიძლება ნამდვილად. მამის პლოდმანი ფასი მომთხოვა მე. ობა იყო ფასდაკლება და მერე დამთავრდა რაღაც არ ვიცი, მაგრამ ნუ ესე არ შეიძლება ხო? და გუში ცოტა ისე ვინერვიული. დი აი აქ წერია, ანუ ესეთი ხაზი რო აქ აქაც ხაზი და აქაც ხაზი. და აქ შუაში ეს H აი ესე H აი აქ გვერდზე. აი აქ კიდე ოჩა. გუში ცოტა ვინერვიული, წინა კბილი უკან მომთხოვდა. აი მე ისე ვინერვიული რო რა ვიცი. რა დროს ჩემი კბილებია, სულ ამ კბილებზე მაქვს პრობლემები, სულ ვიკეთებ, არა და სულ ვიკეთებ. ანუ არ ხდება ისე რომ რაღაცა
მივაგდე და უშოთ 2-3 წელი არ ვიყავი ექიმთან და რაღაცა. სულ დავდივარ ექიმთან ამ წელიწადში 2 ჯერ სტაბილურად დავდივარ. ხან რას ვიკეთებ და ხან რას. ეხლა კიდე წინა კბილის უკანა ნაწილი მომიყარა. ძალიან ნერვიული. მაგრამ არა უშავს. ესე იგი ბავშვებმა სულ გამომაცალეს ეს კალციუმი ესე გამოდის. რომ დაიბადნენ იმის მერ, მაგრამ რა ვქნათ? ესე იგი ესეა ცხოვრება. Вот, ასე რომ მომიწევს ამ დღეებში ექიმთან წასვლა. კიდევ მე მგონი კიდევ ერთი კბილის რაღაცა ვარაუდი მაქვს, შეიძლება გასაკეთებელი იყოს ერთი უკანა კბილი. მაგრამ ეს წინა კბილი ძალიან ჩემი აზრით უდროო იყო. ადრეა ჯერ მაგისტრის რომ ეს კბილები სულ ესე მქონდეს, რა ვინერვიული ძალიან მართლა. თითქოს და რკინას ვჭამდე თან. კაკალს ტეხავდე კბილებით. არასოდეს ბავშვობაშიც კი სოფელში კაკალი კბილით არ გამიტეხია. არასოდეს. სულ ვთხილობდი, მაგრამ ვისაც უტეხია და ვინც დღემდე ტეხავს, მე მგონი იმას ნორმაში აქვს ყველაფერი და მე რატომაც ეგრე. აუ. ვაიმე, ძალიან მიყვალქალდე. აი პატარა პიკნიკის ნატეხები პოვე, სულ პატარა. მაგრამ არა უშავს. მეყოფა. მაშინ ვჭამ. ბავშვები სვენებენ ელოდებიან. სადილს ცოტა ადრე სპეციალურად არ ჩავდგი, რადგან მე რომ მოვლენ მეთქი ძალიან უკვე ცივი იქნება და აღარ იქნება გემრიელი მეთქი და არა უშავს ცოტას დაელოდებიან. დღეს უკვე გაკვეთილებიც არ აქვს გასაკეთებელი, შაბათი კვირა მოდის და ცოტა უკვე შეფერიან და სახლის დასასმელი რამე დედა. მოვალ ეხლავე. აივანზე გასვლას ფიქრობდი, მაგრამ გადავიფიქრე რაღაცა ძალიან მეციება იქ. მე მგონი ძალიან ცივა. დღეს დილით იყო 2 გრადუსი მეგობრებო, 2 გრადუსი თბილისისთვის არის ჩვეულებრივი ზამთრის ტემპერატურა. იმ დღეს სულ ვუყურებ ანთია თუ არა, იმიტომ რომ იმ დღეს ისე ჩავწერე რომ არ ენთო. თითქოს დავაჭირე, მაგრამ ეთყობა არ დაეჭირა კარგად და მოკლედ არ ენთო. მართლა ძალიან ვინერვიული კბილზე, ზოგადად კბილებზე ძალიან ნერვიულობ ყოველთვის. არ მიყვარს როცა რაღაცა გასაკეთებელი მრჩება და სულ თითქმის აი ამ მტკივდება თუ არა, მეორე მესამე დღეს ეგრევე მივდივარ. ვცდილობ რომ არ დავტოვო, იმიტომ რომ მერე თუ დავტოვე, მერე თან ერთმანეთს ემატება ეს ყველაფერი, მერე გადადის სხვა კბილზე და ასე შემდეგ. და არასოდეს არ ვწელავ ხოლმე და ეხლა რა ვიცი. Ничего не предвещало, как говорится, არც ჩანდა, არც არაფერი თითქოს. ან დაზიანებული იყოს არ რაღაცა, ეთყობა შიგნიდან იყო დაზიანებული და ვერ ხედავდი, ნუ არ ვიცი მოკლედ. და აი ასეთი ამბები. თან მეშინია ხო კიდევ ნაკბილეთ. რამდენიმე განვნახე. მისტერი ბოქსები რო შეიძლება შეუკვეთო და მოვა და არის შიგრადევს იმ ყუთში. ფიქრობ, გამოვიწერო თუ არა. მე მგონი საინტერესო იქნება მაგისი unboxing-ი. ერთად გავხსნათ და ვნახოთ შიგრადევს. აბა იქნება თუ არა საინტერესო. ასეთი ბოქსის გამოწერა მომწერეთ კომენტარებში. მე მგონი საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ იქ ფასებშიც არის განსხვავება.
რაღაცა 50 ლარამდე ღირს, რაღაცა 100 ლარამდე, რაღაცა 100 ლარზე მეტიც ღირს. მე ჯერ ძალიან ზვირიანს არ შეუკვეთავ, თუ საერთოდ გავრისკე, იმიტომ რომ ხანდახან ძალიან სიმაიმუნეები ჩამოდის ხოლმე რაღაცები. და აი არ ვიცი გავრისკო თუ არა. 50 ლარში ახლა მე მგონი ისეთი ძალიან დიდი პრობლემა არ იქნება რამე თუ შეუკვეთე. მე მგონი გავრისკავ. რამდენიმე საიტი არსებობს, საიდანაც ეგ მისტერი ბოქსები შეიძლება შეუკვეთო. ყველგან არ არის. დაუშვათ AliExpress-ზე და როგორც ვიცი, Temu-ზეც არ არის. მაგრამ რა ვიცი, მე თუ იცის, რომ Temu-ზე არის დაუშვათ, ან Wildberries-ზე შეგიძლიათ მომწეროთ. მე მგონი Wildberries-ზეც არ არის. ხოდა ძალიან მაინტერესებს. შეუკვეთავდი. ან დაუშვათ, როგორც საზღვარგარეთ რო არის დაკარგული ამანათები, მაგების შეკვეთაც რო შეიძლება. და აუქციონებზე ყიდულობენ, სპეციალური დღეები არსებობს, რომელშიც მოდიან ხოლმე და ყიდულობენ. მეც ვიყიდიდი სიამოვნებით დაკარგულ ამანათებს, სიამოვნებით ვიყიდიდი. მაგრამ ჩვენთან არ არის ეს, ასე ვთქვათ, ოფცია საქართველოში. თალკე დაკარგული ამანათები არ იყიდება, თორე აუცილებლად ვიყიდი და ძალიან მაინტერესებს, საერთოდ ზოგადად მაინტერესებს სხვა ხალხი რა შურება, რას უკვეთავს, როგორ ცხოვრობს, ასე ვთქვათ, ასე რომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, მე მგონი თქვენთვისაც, მაგრამ დამიწერეთ მაინც კომენტარებში ეს მისტერი ბოქსები. გავრისკო თუ არა. მე ერთად გავხსნათ. აბა რა სიტყოდით თქვენ. შევხედო აბა ჩემს ქათამს რა შვრებს. ნახოთ. შეიძლება უკვე მზად არის კიდეც. აბა ნახოთ. ცოტა მარტო ქვედა წვასაც ჩავრთავ. და უკვე პრინციპში მზად არის. ქვედა წვა სადახარ. აგერ ცოტა ხანით, 1-5 წუთი და უკვე ეყოფა. აჰა. ასე და გამზადდება. მოვიფიქრებ აბა მისტერი ბოქსებზე. ცოტა აქვსუნი რა, ცოტა. ძალიან არა მაინც. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ახალი წლის ვაიბი უკვე იგრძნობა. ასე რომ მაინც ძალით უნდა მოვიყვანოთ თავი ხასიათზე. გვაქვს თუ არა ახალი წლის ხასიათი? მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან უნდათ და ესე იგი ჩვენც უნდა გქონდეს. ხოთა შორის ამ წინებზე ვიფიქრეთ, ნაძვისხე ხო არ შევცვალოთ, იმიტომ რომ პატარა ნაძვისხე გვაქვს, სადღაც 1.40 მეტრი იქნება სავარაუდოდ, შეიძლება არც იყოს, შეიძლება 1.30 მოკლედ. მილენა იძახის ჩემზე დაბალიაო, ესე იგი 1.40 მეტრი არ იქნებაო. ალბათ. მაგრამ ვიფიქრეთ, ხო არ შევცვალოთ, უფრო დიდი ხო არ ვიყიდოთ 2 მეტრამდე მაინც და მაგრამ აქცია იყო ფრესკოში 2 მეტრა 10 სანტიმეტრი იყო 50 ლარად. სურათზე თითქოს არ აუშავდა, მაგრამ მაინც რაღაცა ეჭვი მქონდა, მეთქი ძალიან იაფია თქო, მაგ 50 ლარში რა უნდა იყოს, ხო და მივედი სანახავად და არ მომეწონა. ძალიან ესე აქა-იქა ტოტები გქონდა ძალიან. არა რა. აი აფხაზური მანდარინები რო იყო ხოლმე და ის გემო, აი მე არ დამავიწყდება და ჟეტიუმენშიც რო ცხოვრობდი, მანდაც კი აფხაზური მანდარინები იყიდებოდა, ჩამოხონდათ ხოლმე და გემო ხონდა სულ სხვანაირი, აი სულ განსხვავებული. ამას ეხა რა ვიცი. არა აქვს ის მკვეთრი გამოხატული გემო.
მაგრამ მაინც რა უშავს. სულ არ არაობას როგორც იტყვიან. და ისო ჯერჯერობით გადავიფიქრე ნაძვისხე. თუ სადმე იქნება წესიერი ფასდაკლებები ვნახავ, ამომიგდებს Facebook-ი, იმიტომ რომ Facebook-ზე რაც არ უნდა ჩაწერო ერთხელ, მერე სულ ამოგიგდებს ხოლმე. სულ ძალიან ხშირად, ასე რომ ვნახავ ამ დღეებში და თუ რამე იქნება, სავარაუდოდ 1.70 ლარის ფარგლებში შევცვლი თუ არა და ჯერ იყოს კიდე ამ წელს და მომავალ წელს უეჭველი გადავწყვიტე, რომ გადავაგდებ, შეიძლება არ გადავაგდო, მაგრამ სხვასაც ვიყიდი აუცილებლად და ამ წელს მინდა კიდე ჩიჩილაკი. არასოდეს არ მქონდა სახლში ჩიჩილაკი. ამ წელს მინდა რომ შევიძინო. არ ვიცი, მინდა რომ მქონდეს. რატომღაც იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ესეც რაღაცა ესეთი ტრადიციული, ესეთი ქართული ატრიბუტია. და კიდე მინდა ბავშვები სადმე წავიყვანო, რამე საახალწლო წარმოდგენა თუ იქნება თეატრში. მინდა რომ წავიყვანო ოღონდ უკვე არ ვიცი, ან ახალ წლამდე ასე 29-ში, 28-29-ში, ან ახალი წლის მერე ასე 3-4-ში. თუ იქნება რამე წესიერი. ჩემ ბავშვობაში სულ იყო ხოლმე რაღაცა ნაძვის ირგვლივ რაღაცა წარმოდგენები მახსოვს ძალიან. სულ დავდიოდით ხოლმე დედასთან ერთად. კაი იყო. ძალიან კარგი იყო ხოლმე. ეხა ბავშვებსაც ვაჭმევ, თორე ისეთები მიყურებენ უკვე, რომ უთაშერ შემოვიდა, არ არის ჯერ მზად. ვაჭმევ ახლა. სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც მომშვიდა. მაგრამ ჯერ ბავშვები დავაპურო. მე. მოკლედ ამ მისტერი ბოქსებზე მომწერეთ, მაინტერესებს ძალიან თქვენი აზრი ღირს თუ არა. საერთოდ ვინმემ თუ შეუყვეთა თქვენი გამოცდილება მაინტერესებს. რა ჩამოდის ჩვენთან საქართველოში იქნება არ ღირს. და რა საიტებზე შეიძლება რომ წესიერი რაღაცები ჩამოვიდეს. რა საიტებიდან უფრო სწორედ. ხო არ ვცადოთ ხო. ერთხელ ვცდი, არ მომეწონება აღარ შევუკვეთავ. მომეწონება კიდე რამე შევუკვეთავ. მაგრამ აი საიტი არ ვიცი, საიდან. აბა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ თემაზე. და ხო, კიდევ როგორც ისეთ უკვე ცოტა ხანში 50,000 ვხვდებით. თუ ვიმეს გინდათ რომ მოგვილოცოთ, სპეციალური ასე ვთქვათ, გამოკითხვა დავდე და მან გამოკითხვის ქვეშ შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ ვიდეოების ქვეშ არ გინდათ, იმიტომ რომ მე ვეღარ ვიპოვი და მაგ გამოკითხვის ქვეშ დაგვიწერეთ. და როცა გავხდებით 50,000, ეს იქნება ზეგ სავარაუდოდ, შაბათ-კვირას მოკლედ აუცილებლად. მაშინ აუცილებლად წავიკითხავ იმ გამოკითხვის ქვეშ, რაც იქნება იმ კომენტარებს. სხვა ვიდეოების ქვეშ სავარაუდოდ ვეღარ ვიპოვი უკვე, რა თქმა უნდა, ყველას უპასუხებ, მაგრამ მინდა რომ ვიდეოზე მერე ყველა წავიკითხოთ თქვენი ასეთი კეთილი სიტყვები მეგობრებო. კარგით მეგობრებო, ამაზე გემშვიდობებით. მადლობა დიდი რომ გვიყურებთ, გვიკომენტარებთ და რა ვიცი, ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. მოკლედ გისურვებთ ყველას კარგ დღეს და ბედნიერ უქმეებს. აბა თქვენი დროებით.